ქრისტე მეორედ გამოახსნის მოსაყვანად. როდის იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა? ქრისტეს მოსვლის დროის გაგება შეგვიძლია, თუ ლევის ხის შესახებ იგავს შევისწავლით. ლევისაგან ისწავლეთ მაგალითი. როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. რა არის ლევის ხის რეალობა, რომელიც ქრისტეს მოსვლას აღნიშნავს? ლევის ხე ისრაელს წარმოადგენს. ასე რომ თუ ისრაელის ისტორიას შევისწავლით, ქრისტეს მოსვლის დროს გავიგებთ. ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს ისრაელი რომის იმპერიის მიერ იქნა განადგურებული. და ისინი 1900 წლის განმავლობაში განიხილებოდნენ, როგორც უსახელმწიფო ხალხი და დახეტიალობდნენ მთელ მსოფლიოში. არავის ეგონა, რომ ისრაელი დამოუკიდებელი გახდებოდა. თუმცა წინასწარმეტყველება აბსოლუტური სიზუსტით შესრულდა. წინასწარმეტყველების თანახმად ლევის ხის ფოთლების გამოჩენისას ისრაელი სასწაულებრივად გახდა დამოუკიდებელი 1948 წელს. ისრაელის დამოუკიდებლობა იყო სიგნალი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ ქრისტე კვლავ მოვიდა ამ დედამიწაზე. ლევისაგან ისწავლეთ მაგალითი. როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ქრისტე ან სანჰონგ დავითის ტახტზე დაჯდა 1948 წელს, როდესაც ისრაელი გახდა დამოუკიდებელი ლევის ხის წინასწარმეტყველების მიხედვით. ის არის ქრისტე, რომელიც ამ დედამიწაზე კვლავ მოვიდა. გთხოვ, მიიღე ქრისტე ან სანჰონგ და ხსნა.